ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მინისტრო, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, საზეიმო ცერემონიალს მიძღვნილს პოლიციელის დღისადმი გახსნილად ვაცხადებ. ვთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას. მადლობთ. სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. მე მინდა ყველას მოგილოცოთ პოლიციელთა პროფესიული დღე. მე ულოცავ ამ დღეს თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ შემადგენლობას. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ დღევანდელ დღეს ვერ ესწრებიან კრიმინალთა ბრძოლაში გმირულად დაღუპული პოლიციელები. მათი ხსოვნა მარადიულია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ოჯახები და ოჯახები არ დარჩენ ზრუნველობის და მხარდაჭერის გარეშე. სიტყვა მისამებისათვის ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მინისტრო, პატივცემულო მინისტრებო, საპატიო სტუმრებო, უცხოური მისიების წარმომადგენლებო და პირველ რიგში ჩვენო პოლიციელებო. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ პროფესიულ დღეს. დღეს, როდესაც თქვენ მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად ზეიმობთ იმ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის სიძლიერეს და სიამაყეს, რომელსაც პოლიცია ქვია. სახელმწიფო, როდესაც იქმნება, სახელმწიფოს შექმნა ხდება პირველი ნაბიჯები, ეს არის არმიის შექმნა და პოლიციის შექმნა. არმიის იმისთვის, რომ მოქალაქეები დაიცვას გარეშე მტრისგან, ხოლო პოლიციის, რომ უზრუნველყოს მოქალაქეთა დაცულობით მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა. და დღეს, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს, მე არ შემიძლია არ გავიხსენო ერთ-ერთი პერიოდი ჩვენი უახლესი ისტორიის. ეს არის 1999 წლის 9 აპრილი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, მშვიდობიან მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ნიჩბებით კლავდა ის, რასაც ერქვა საბჭოთა ჯარის სპეციალური დანაყოფი. და იმ დროს ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის სისტემაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარეს იმას, რასაც ქვია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ მათ დაიწყეს მოქალაქეების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ემსახურებოდა ასეთი ბრძანება არ იყო გაცემული და ისინი სრულიად სხვა სისტემის თანამშრომლები იყვნენ. აი სწორედ 99 წლის 9 აპრილს საფუძველი ჩაეყარა იმას, რასაც ქვია თანამედროვე ქართული სახელმწიფო. ეს პოლიტიკურადაც შემდეგ გაფორმდა, მაგრამ ის ემოცია, რომელიც შედგა მაშინ, როდესაც
სხვა სახელმწიფოს პოლიციელები, მაგრამ ეროვნებით და შემართებით და სულით ქართველები იცავდნენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, აი მაშინ დაიწყო ახალი ქართული სახელმწიფო და ახალი ქართული პოლიციაც. მაშინ აი ამ ერთობამ ძალიან დიდი ემოციური მუხტი მისცა მთელ საზოგადოებას. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ჩვენ ერთი ვართ და ერთ პოზიციაზე ვდგევართ და ვეღარ გავყოფს რაღაცა ხელოვნური ბარიერები. მაშინ ქართულმა პოლიციამ დაიცვა საქართველოს მოქალაქე და იმის მერე ქართულ პოლიციას ძალიან ძნელი და რთული გზა ჰქონდა გასავლელი. რთული გზა იმიტომ, რომ ჩვენ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სირთულე ჰქონდა როგორც საზოგადოებას, რომელშიც იყო გამეფებული კრიმინალი, საზოგადოებას, რომელშიც ძალიან ხშირად აღრეული იყო როლები და ქართულმა პოლიციამ ეს გზა გაიარა და მოვიდა დღევანდელ დღემდე, როდესაც ჩვენ ამაყად ვამბობთ, რომ ჩვენ ვიცავთ თითოეული მოქალაქის ინტერესებს, თითოეული მოქალაქის უფლებებს და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას და დაცულობას და მათ ქონებას. მე მინდა ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ წლების განმავლობაში თავისი სიცოცხლე შესწირა ამ ბრძოლას, ვინც ნათლად იდგა საქართველოს თითოეული მოქალაქის გვერდით. ეს გზა გასაგრძელებელია, ეს გზა გასაღმავებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა პოლიციამ დანაშაულზე რეაგირებიდან კიდევ უფრო შიგნით შეიწიოს დანაშაულის პრევენციაზე. ნდობა საზოგადოებასთან, სიახლოვე საზოგადოებასთან, კონტაქტი საზოგადოებრივ ჯგუფებთან. ეს ის არის, რაც ბუნებრივად პოლიციელის საქმე, იმიტომ რომ პოლიციელი მოწოდებულია ჩვეულებრივი მოქალაქის დაცვისაკენ. და მე მჯერა, რომ ეს გზა გაგრძელდება და გაღმავდება. ამის მტკიცე თქმის შესაძლებლობას მაძლევს ის სულისკვეთება, რომელსაც მე ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში. მაძლევს ის ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ თქვენ ყავთ ძალიან კარგი და პროფესიონალი შინაგან საქმეთა მინისტრი და მე დღეს ხაზგასმით მინდა მას მოულოცო დღევანდელი დღე. რთულ ვითარებაში, როდესაც კამპანია იყო აგორებული პოლიციის წინააღმდეგ, ბატონმა გომელაურმა შეძლო და ფაქტიურად თავის ადგილზე დააყენა ყველაფერი. თავისი სიმშვიდით, თავისი პროფესიონალიზმის, თავისი საქმისადმი ძალიან სწორი პოლიტიკური მიდგომით. და მე დღეს საგანგებოდ ვეუბნები მას მადლობას ასეთი ეფექტური საქმიანობისათვის. დასასრულს მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ სერიოზულ პრობლემას, რომელიც არა მარტო პოლიციას, არამედ მთელ საზოგადოებას გვიპირისპირდება. 2014 წელი იყო ქალთა მიმართ განსაკუთრებული ძალადობის წელი. ჩვენ ამის ახსნა გვიჭირს დღეს, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენ ბუნებაში, ეს არ არის ჩვენ საზოგადოებაში. მაგრამ მე მჯერა, რომ პოლიციელები კიდევ უფრო პროფესიონალურად და ფსიქოლოგიის სხვა ბევრი დეტალის კარგი ცოდნით შეძლებენ და აი ამ უმძიმეს დანაშაულს კიდევ უფრო აქტიურად შეებრძოლებიან. ამიტომ 2015 წელი მე გამოვაცხადე ქალთა წლად და დარწმუნებული ვარ, რომ ის კატასტროფული სტატისტიკა, რაც 2014 წელს ჰქონდა, წელს აღარ გამეორდება. მე მინდა მადლობა გითხრათ ყველას სამსახურისთვის, ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების სახელით. ღმერთი ფარავდეს საქართველოს. ბატონებო და ქალბატონებო, ვიწყებთ დაჯილდოების ცერემონიალს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. საქართველოს პოლიციაში მრავლად არიან ღირსეული ქალბატონები, რომლებიც მედგრად დგანან საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში აქტიური მუშაობისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის ღირსების მედლით ჯილდოვდებიან. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი თეონა ჭიჭინაძე. მემსახურები საქართველოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე.
მადლობთ ბატონო პრეზიდენტო. და დულას კაი დანარჩენებს იქნება დულა რო შეტანილი. ჩვენ დანარჩენს თქვენ გამოცხადეთ შემთხვევის ადგილზე. თავს აჩვენებდა რო არ არის ვატყუებს და ვატ გავხსნით. აი ამ ფორმულის მაგარი. ფორმულა ეს სკოლა. აი ეს არის. აი ეს ჩემპიონი სოფლიოს. როცა Gilotsaut. That's his policia.